გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას ისტორიული ფინალი, PSG-ს ხომაგების, კომენტარები და ნაპოლის უღირსის აქციელი, ლიონის დაუსრულებელი პრობლემები, რა გზით განვითარდება მიქაუტაძის კარიერა. ვიდეოს დაწყებამდე კი თქვენთან მაქვს თხოვნა, რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას. ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა. ამ ეტაპზე კი ჩვენი მიზანია, რომ 90,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ დაეხმარი არხს განვითარებაში. მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გიორგი მიქაუტაძის ლიონს პრობლემები არ ელევა. ფრანგული კლუბი რანგით მეორე დივიზიონში ლიგა 2-ში გაგდების საფრთხის ქვეშაა და ეკიპის ინფორმაციით შესაძლოა ევროტურნირებზე ასპარეზობაც აუკრძალონ. როგორც მოგეხსენებათ, ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც ამ დრომდე ვერ მოაგვარეს. ახლა კი UEFA-ს შერი დადგა და შესაძლოა ლიონს უმკაცრესი სანქციები დაეკისროს. ეკიპის ცნობით UEFA-ს კლუბების ფინანსების მაკონტროლებელ ორგანოსა და ლიონს შორის საუბარი მიმდინარეობს და ფრანგები არჩევანის წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ UEFA-ს შეთავაზება მიიღონ და მძიმე სანქციებს გადაურჩნენ. ან არ მიიღონ და სერიოზული პრობლემები შეექმნათ. როგორც ეკიპი წერს, UEFA-ს შეთავაზების მიღების შემთხვევაში ლიონს ჯარიმის სახით 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს. ამასთან გაკონტროლდება ხელფასები და ტრანსფერები და ლიონს მოუწევს UEFA-ს წარუდგინოს გეგმა, რომლითაც ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგული კლუბი უმკაცრესად დაიშება, რაც ლიგა 2-ში დაქვეითებასა და ევროტურნირების მიღმა დარჩენას მოიაზრებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გიორგის თავს მოვლენები მსგავსად განვითარდება, დიდი ალბათობით მიქაუტაძე კლუბს დატოვებს, მაგრამ სასიხარულო ფაქტია ის, რომ მისი შეძენით მრავალი კლუბია დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ Tutto Sportმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. კერძოდ მათ დაასახელეს შემტევები, რომელთა დამატებასაც იუვენტუსი განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით ზაფხულში ბიანკონერის მიზანი მაღალი დონის თავდამსხმელის გაფორმება. მიქაუტაძე კი სწორედ სავარაუდო კანდიდატთა შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძე მეორე სართულზე დომინანტი არაა და არც ინძაგივით მტაცებლური ინსტინქტი აქვს, მას აქვს ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ორივე ფეხით თამაშის უნარი და ერთ-ერთზე უმაღლეს დონეზე თამაშის უნარი. შესაბამისად, მიქაუტაძე ზაფხულში მრავალი მსურველი ეყოლება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი პრიორიტეტი ლიონში დარჩენაა. დავითაშვილის კომენტარი კვარაცხელიას ფინალზე და სხვა მრავალ თემატიკაზე. ქართველი ფეხბურთელის პრესკონფერენცია. საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოს წინა 33 ტურში სენტ-ეტიენი 10 მაისს რეიმს ესტუმრება. მათ კი შეხვედრა აუცილებლად მოსაგები აქვთ, რადგან გუნდი ლიგა 2-ში გავარდნის ზღვარზეა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ კი პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა კი სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. დავითაშვილს თავდაპირველად კითხეს ესაუბრა თუ არა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ. მისი კომენტარი კი შემდეგია: დიახ, ვესაუბრე, მე მას მივულოცე. PSG კარგი გუნდია და დაიმსახურა ფინალი. იმედი მაქვს, რომ თასას მოიგებს. ასევე დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მონაკოსთან წაგების შემდეგ მათთვის რთული კვირა იყო, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ გადარჩენა შეძლებენ. დავძენ იმასაც, რომ ზურიკოს პირადად მის სეზონზე სკითხეს, რომელშიც 9 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. ამასთან დაკავშირებით კი მისი კომენტარი შემდეგია: სტატისტიკურად ლიგა 1-ში პირველი სეზონისთვის არც ისე ცუდი სეზონი მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის უკეთესობის იმედი მაქვს გუნდურ დონეზეც. პირადი მიზნები მეორე ადგილზეა. მე შემეძლო უკეთესი შედეგის ჩვენება, მაგრამ ერთადერთი რაზეც ვარ კონცენტრირებული კლუბის გადარჩენა, ამბობს დავითაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან ვარდება, ზურიკო ამ გუნდში ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილია. ზურიკოს კი იმედი აქვს, რომ დარჩენილ 2 მატჩს მოიგებენ, ხოლო კონკურენტი ლიავრი, რომელსაც 4 ქულით ჩამორჩებიან, ქულებს დაკარგავს. ამასთან დაკავშირებით კი ქართველი ფეხბურთელი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ლიავრს რთული მატჩები დარჩა მარსელის და სტრასბურგის წინააღმდეგ. ჩვენ თუ რეიმს დავამარცხებთ და ლიავრი მარსელთან დამარცხდება, სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იქნება და ტულუზასთან ფინალი გვექნება. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ადგილი შენარჩუნებას მოვახერხებთ. ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, აღნიშნა დავითაშვილმა. სათანადო შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან, რას წერენ ბრიტანეთში ჩაკვეტაძეზე. ვოტფორდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომ კლევერლი გაათავისუფლა, რის შემდეგაც ბრიტანულ პრესაში გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე აქტიურად იწერება. ნისლიან ალბიონზე აცხადებენ, რომ ჩაკვეტაძის წასვლა არ დარჩენის საკითხი კრაზანების ახალ დამრიგებელზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით Sky Sports-ის წამყვანმა დევიდ პრუტონმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ვოლვზი და ლესტერი ჩაკვეტაძით კვლავინდებურად ინტერესდებიან. თუ ვოტფორდმა ფინანსურად სათანადო შეთავაზება მიიღო, ფეხბურთელს გაუშვებენ. ყველანი კარგად ხედავთ ვოტფორდი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს რას ხშირით იცვლის. სწორედ ამიტომ თუ კლუბს სათანადო თანხა შესთავაზეს, არ გამიკვირდება, რომ ჩაკვეტაძე გაუშვან, ამბობს დევიდ პრუტონი. საინტერესოა, რომ კლევერლის გაშვებას BBC-ს ჟურნალისტი ჩებ დოილიც გამოეხმაურა. მან BBC-ს
ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს ვოტფორდი ჩაკვეტაძისა და კვადვო ბაას გარეშე სატურნირო ცხრილის შუა ნაწილის გუნდია, ხოლო ჩაკვეტაძესთან და ბაასთან ერთად თუ ტრავმირებული არავინა არის გუნდი, რომელმაც შეიძლება პლეი-ოფის ზონაში შეაღწიოს. მე კი გეტყვით, რომ ჩაკვეტაძეს ვოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერ-მარკეტზე კი მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიას PSG-მ არსენალი განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ხვიჩა თავის კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ინტერი იქნება. კვარაცხელია კი ამ შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილით შეიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სოფასკორმა ხვიჩას თამაში 6.8 ქულით შეაფასა. ამის შემდეგ კი კვარაცხელიამ CBS Sports გოლაზოსთან ინტერვიუ ჩაწერა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა. ეს შესანიშნავი გრძნობა. უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ და ეს იზმარივითა. ვფიქრობ, ეს შედეგი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და პროცესისადმი ნდობას ეხება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით და ამ ბიჭებთან ერთად თამაშით. პარიზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვიმსახურებდით. ეს ძალიან რთული თამაში იყო, რადგან არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ დაამტკიცეს, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც კარგად თამაში შეუძლიათ. ასე რომ ეს ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იყო. განაცხადა ხვიჩა. აღსანიშნავია, რომ კვარას თამაში ფრანგულმა პრესამაც საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. მაგალითად, ლე პარიზიენი ქართველს შემდეგი სიტყვებით აფასებს. კვარაცხელიამ პარიზელთა პირველი საგოლე მომენტი შექმნა, როდესაც მე-17 წუთზე ბურთი-ძელს გაარტყა. შემდეგ კი მეტოქეს დაარღვევინა წესები, რის შემდეგაც ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა. პირველ მაჩთან შედარებით შეტევაში ის ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა ეს დაცვაში მუშაობით დაანაზღაურა და ბუკაიო საკას განეიტრალებაზე იზრუნა. წერია გამოცემაში. ასევე ხვიჩას თამაშს პარიზელი კომაგები საკმაოდ პოზიტიურად ეხმაურებიან. ხვიჩამ საკა ჯიბეში ჩაისვა, იმედია გაუშვებს. გაკვეთილი ჩაუტარა თუ როგორ უნდა ითამაშოს შეტევასა და დაცვაში. რაც მბაპე ვერ გააკეთა, ხვიჩა აკეთებს. კვარაცხელია ახლოსაა, რომ დიდი პარიზული ისტორია დაწეროს. არ ვიცი ეს რა ფეხბურთია, საოცრება. ყველა გრანდი დამარცხებულია და წინ დიდი მატჩი გველის. მადლობა ხვიჩას და მთელ გუნდს ამ ემოციისთვის. წინ დიდი ფინალია. წერენ ფრანგი ხომაგები. ფინალში გასვლით კი PSG-ს პრეზიდენტი ძალიან ბედნიერია. მეტიც ის შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც ხვიჩა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, პრეზიდენტი მასთან მივიდა და ჩაეხუტა. როგორც ჩანს, მბაპეს წასვლის შემდეგ ნასერ ალ-ხელაიფმა ხვიჩას სახით მორიგი ბრილიანტი იპოვნა და მას გუნდში ყველანაირ კომფორტს შეუქმნის. სწორედ ამიტომ ფეხბურთელები ფინალში გასვლის შემდეგ დიდ ფულად ბონუსაც მიიღებენ. ქართველ ფეხბურთელს კი შესაძლოა საკმაოდ ტიტულოვანი სეზონის გამოუვიდეს. მას შემდეგ, რაც ხვიჩა საფრანგეთში ტიტულზე იგებს, არსებობს დიდი შანსიც, რომ ხვიჩა სერიას გამარჯვებული გახდეს, რადგან ამჟამად ნაპოლი სერიაში პირველ ადგილზეა და მას უმარტივესი შეხვედრები დარჩა ჩასატარებელი. ამიტომ თუ ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს, საფეხბურთო წესების თანახმად ეს ტიტული ხვიჩასაც უნდა გადაეცეს, რადგან მან ნახევარი სეზონის სწორედ იტალიურ გუნდში გაატარა. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ნაპოლი ცუდი გზით წავიდა. იტალიურმა კლუბმა კვარას არ დაფასება გადაწყვიტა. კერძოდ იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელიც ნაპოლისთან დაახლოებული პირია, საინტერესო ინფორმაცია გააშხერა. ალვინომ კვარაცხელიას ჩემპიონობის საკითხზე ნეაპოლელთა პოზიცია გაგვიზიარა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ოქროს მედალი კვარაცხელიასთვის გადაწყვეტილება ნაპოლიმ უნდა მიიღოს და ამგონია, რომ ქართველს ეს სიამოვნება მიანიჭონ. რამდენიმე შეხვედრაში კვარაცხელიამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. გამორჩეულად მილანთან მატჩი მახსენდება, მაგრამ ამასთან ერთად ბევრი სხვა პრობლემა არსებობს. განაცხადა ალვინო, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ალვინოს ეს სიტყვები არ გამართლდება და სეზონის ბოლოს დე ლაურენტისი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მან ხვიჩა როგორც ნაპოლის ლეგენდა შესაბამისად უნდა დააფასოს, რადგან ხვიჩამ ამ გუნდის წარმატებაში და გამოღვიძებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოლმა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. კვარაცხელია დაწინაურდა. მადრიდის რეალმა ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მადრიდის რეალმა ახალ მწვრთნელთან ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის თავკაცია. ავტორიტეტული გამოცემა მარკას ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი სამეფო გუნდს 3 წლით ჩაიბარებს. როგორც გამოცემა წერს, ჩაბი მადრიდში გადაიყვანს ასევე თავის ასისტენტს სებას პარილას, რომელიც ფიზიკური მომზადების მწვრთნელია და ალონსოსთან ერთად 2018 წლიდან მუშაობს. ხოლო როგორც მოსალოდნელია, კარლო ანჩელოტი რეალს 25 მაისს სეზონის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო ლევერკუზენს 2022 წლიდან წვრთნის 3 ტიტულის, ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და გერმანიის სუპერთასის მოგება შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ გოლმა ოქროს ბურთის საკუთარი რეიტინგი განაახლა. პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა კვარაცხელიამ კი წინ წაიწია და 4 საფეხურით დაწინაურდა. ბოლო რეიტინგში კვარაცხელია მე-15 ადგილს იკავებდა. უახლოესი მონაცემებით კი ხვიჩა მე-11 პოზიციაზეა.
ქართველმა გარემარბმა კი ნუნუ მენდეშს, ვიტინიესა და ჯუდ ბელინგემს გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ გოლის რეიტინგში პირველ ადგილზე უსმან დემბელე იმყოფება. ლამინ იამალი მეორეზეა, ხოლო რაფინია მესამეზე. დეტალურად კი ტოპ 10 მსგავსად გამოიყურება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.